მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, მაშალა რამიშვილი, თქვენ უყურებთ აკრედიტაციის გარეშესის მესამე გამოშვებას. ეს არის ჩვენი სტუდია. ადრე გვინდოდა საბალეტო სკოლის გახსნა, მაგრამ მე სარკეების ფული ვერ ვიშოვი და გავაკეთეთ სტუდია. წინა გადაცემაში ქურდული სიმღერა მიუძღვენი მე პოლიციას, ეხლა იგი არის პოლიციური სიმღერა, უკვე ჰიტია. და აი ამ თემამ დამაფიქრა ზოგადად იმაზე, თუ ვინ არის ქურდული, ვინ შეიძლება ჩაითვალოს ქურდული სამყაროს წევრად. ორი ასეთი ადამიანი, ორი ასეთი პირი გამოიკვეთა, ერთი გახლავთ ზაზა ბურჭულაძე, ჩვენი სასწრაფო მწერალი, იყო ქუთაისში, იქ ქუთაისის ოპერის თეატრის სცენიდან თქვა ესეთი ფრაზა, ქუთაისმა იმოქმედა ალბათ, ქურდებს სიცოცხლე ბოზებს სიკვდილიო, მე ამის გამო მიშა მიაჩუხანა, მე ამან რაღაცეები თქვა, თავის მართლების პონჩი თუ რაღაცა და მოკლედ ცოტა გაუგებარი სიტუაცია. აი ამ ყოველივეს გასარკვევად ჩვენ ახლა ცოტა ხანში გავემართებით ტელეკომპანია მაესტროში, იქ ახლა პირდაპირ ეთერში არის ის ჩვენი მწერალი და გავარკვევთ ახლა რა უნდა, ვინ არის, რაზე ოცნებობს, არის თუ არა ქურდული სამყაროს მოწფეალი ან წევრი. სულ ცოტა ხანში გავაკეთებთ ამას. ჩვენ ახლა ყოფილი ტელეკომპანია მაესტროში, სულ ცოტა ხანში დამთავრდება ეკაბერიძის გადაცემა და ჩვენ გავარკვევთ გადაცემიდან გამოსულ ზაზა ბურჭულაძესთან თუ ვინ არის ის ვაი დიდი კითხვის ნიშანი. აი ის კათავდა ის თავდება ესა ფლომასტერი ხო ნუ ჩვენ გვეყოფა დიდი კითხვის ნიშანი აღარ იქნება ზაზა ბურჭულაძის შემთხვევაში. გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებელო, მოგესალმებით. მე გახლავთ შალვა რამიშვილი და ზაზა ბურჭულაძეს ვლაპარაკებთ. გამარჯობა ზაზა. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის რომ გავარკვევთ ვინ ახარ შენ. შეიძლება რამოდენიმე შეკითხვა დაგესვათ. კარგი. ზაზა, ვინ ახარ შენ? რა ცხოვრებით ცხოვრობ? სtildeო პატიოსა ცხოვრებით. ქურდებს პატივს სცემ? არა. არა. კარგი. და აი, წარმოიდგინე ესეთ სიტუაცია. ზღვა და იხჩობა ქურდი და შენი ახლობელი ადამიანი. ვის გადაარჩენ? როგორ დამეც ზღვა იხჩობა ქურდი და შენი ძალიან ახლობელი ადამიანი. ვის გადაარჩენ? კარგი. და შემდეგ შეკითხვა. აი, მიშა ქურდია თუ მიშა ვინ არის? პრეზიდენტი. პრეზიდენტია. კარგი. და მიშა გევასება? არა. არა. მოდი მიშაზე რამე ცუდი თქვი. მიშა შეცუდო, აი მაგალითად შემიძლია მეთქვა მიშა შეცუდო. შენ შეგიძლია თქვა ესა? შენ პროვოკატორი ხარ, გინდა რომ წამომაგო რაღაცა. ხო, მაგრამ თქვი, არა მიშა ხო არ გევასება, ცუდი რაღაცები ხო გააკეთა, ცუდი რაღაცები ხო თქვა. მე ვამბობ რომ მიშა შენ ხარ ცუდი, იუმორის გზნობა არა გაქვს. არ შეიძლება მწერლებზე ესეთ რაღაცებს ვამბობ. მიდი შენს თქვი. მიშა იუმორის გზნობა არ გაქვს. ეგ არის მეტი არაფერი, მეტია. შენ გინდა რომ პროვოკაციაზე არ მინდა, დედა მომიკვდეს, მე რას ვარკვევ, იცი? დედა არ მოგიკვდეს. არა, მე ვარკვევ, არ მიგა, არანაირი პროვოკაცია, მე ვარკვევ იმას, ხარ თუ არა ქურდული სამყაროს მოწფეალი, არ ხარ. არ ვარ. ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ გავარკვიეთ, ბატონი ზაზა ბურჭულაძე არ არის ქურდული სამყაროს მოწფეალი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მე ყოველთვის დაგიცავ შენ გვერდით მიგუშ. ხო, ოღონდ. ხო. ეხა არ მოჭრა, როგორც კი ბატონო, არა. ვინ გააკეთა? ვინ რა გააკეთა? მე გავაკეთე რამე? არა. ხო. რაც ხება მოჭრეს, რა მოჭრეს? რა? ის რაც თქვი, ბარემ ბოლომდე მათ ხო, ბძანეთ აი ამ კამერაში. მე არ მაქვს Facebook-ი. ასე რომ მე არ ვიცოდი იქ რა ხდებოდა, მაგრამ დამეკავშირდნენ ახლობლები, ვინც მითხრეს, რომ აი ესეთი ამბავი ხდება. რა ამბავი ხდება? შალვა წერ შენზე რაღაც საშინელებებს. არა, საშინელებები არ დამიწერია. შალვა, შენ ჯობდა დაგეზუსტებინა ჯერ. კი ბატონო. და შემდეგ გაგეკეთებინა ის. ხო, მაგრამ აი ახლა მოვედი და ვაზუსტებ. უბრალოდ შენ ისეთი შტაბეშლება დამჭა რომ აი ეს მაესტროში ინტერვიუ რო გავიდა, რაღაც ბოდიშის მოხდასავით გამოგივიდა. არა, არ გამომწ. არა, შენ არ გინახავს ეგ ინტერვიუ მაესტროში რაც გავიდა. გინდა ეხლაც გავიმეორო, კი ბატონო, გაიმეორე. არ მოჭრი? არა. რას მოუჭრი? მე მესმის პრეზიდენტი როდესაც ამბობს რომ იგი შეურაცხყოფილია, იმიტომ რომ იქ შეურაცხყოფილი იყო. მიშა როგორი პრეზიდენტია? შენი აზრით, როგორი პრეზიდენტია მიშა? სააკაშვილი პროგრესის მომტანია თუ რეგრესის? შენი აზრით? ეხლა დღეს.
აი ამ განცხადებების ფონზე. მიშა, პროგრესის მომტანია თუ რეგრესი? ეს განცხადება იყო საბჭოური განცხადება. ხო, მაგრამ თვითონ თავად მიშა პროგრესის მომტანია თუ არა? კაი კაცია თუ არა ამ ხრივ? პროგრესის მომტანის მხრივ. პროგრესს მოუტანს საქართველოს თუ არა? ეს განცხადება იყო მარტივი შეკითხვა. ამ შეკითხვაზე მიპასუხე და მორჩა, დავამთავრე. ეს განცხადება იყო რეგრესი. ხო, მაგრამ მიშა, ეხლა პროგრესის მომტანია, კარგია თუ ცუდი? შენზე ბევრად გაიტიპია. არა, მე ვინა ვარ საერთოდ, მაგრამ ზოგადად მიშა კარგია? ქვეყნისთვის კარგია, პროგრესის მომტანია? მისმინე, შენ ხარ ინტრიგანი და მიშა შენზე ბევრად უფრო კარგი, უბრალოდ შენი აზრი მაინტერესებს. კი თუ არა? მიშა პროგრესის მომტანია თუ არა? ძალიან სულ შეკითხვას მისვა. ხო, მარტივია. ათვლის წერტილი უნდა მქონდეს, რაღაცას უნდა შევაწყვეტ. არა, ეხლა მიშა არის პროგრესის მომტანი თუ არა? მიშა პროგრესის მომტანია თუ არა, გინდა რომ წამომაგო იმაზე რომ მათქმევინო. კი ან არა? არა, როგორ გითხრა რომ არ არის? ან როგორ გითხრა რომ არის? მაშინ შუალედში გავჩერდეთ სადღაც. ხო და ამას გეუბნები რომ მითხარა. რაღაცას შემადარებინე და გეტყვი. ნუ ეხლა ვის შეგადარებინო, რა ვიცი, აბა იგორ გიორგაძესთან შედარებით. გაუსწორე ხა მე ამას. იგორ გიორგაძესთან შედარებით, ხო კარგია? ბევრად. კაი, დიდი მადლობა. ყველაფერი ნათელია, დიდი მადლობა. ძირფოსტელი მაყურებლებო, ჩვენ ყველაფერი გავარკვიეთ უკვე, რაც ხდება, რაც ზაზაბუჩულასთან დაკავშირებული, ის არ ყოფილა ქურდული სამყაროს მოთხია. აი, ეხლა ძირფოსტელი მაყურებლებო, ჩვენ ყოფილით ადვოკატის სახლში. ხო, ჩვენი სახლია, უგუნება და რამე, გამარჯობა. სახელი? მარიკა. გვარი? ხალაძე. შენ ხარ დემეს ადვოკატი, ხო? შენობით რომ მოგმართავ, ხო, პრობლემა არ არის. არის თუ არა დემეტრაძე, ჩვენ გვაინტერესებს ერთადერთი რამ, არის თუ არა დემეტრაძე ქურდული სამყაროს თრფიალი თუ წევრი თუ ასე შემდეგ. არანაირად. რატო, აბა რაზეა დაჭერილი ეს კაცი? ჩვენთვისაც გავარკვეველია. მოდი ახსენოთ დემეტრაძეს ის დღე, როცა დაიჭირეს. აი, რას აკეთებდა დემეტრაძე მაგ დღეს? 2010 წლის 7 ივნისი დემეტრაძე მისირელთან ერთად უბანში. მისირელი რომელი მისირელი? კარც. აი, ცნობილი სოდისისა, ხო? ამავე საქმეზე ერთ-ერთი ბრალდება. მე არ შეიძლება. გარეთ იმყოფება. გამოუშვეს? დიახ, აფეთქონსები შეუცვალეს. არ შეიძლება ძმაო ეგეთ ტიპებთან სოდის მუშაკებთან კარტის თამაში ხო ხედავ? შედეგი ცუდი დღე. შედეგი ცუდი. იჯდა კარს თამაშობდა. კარს თამაშობდა, ურეკავენ ხოლმე შეხვედრას, კითხულობს მიზეს, რაზეც ეუბნება რომ ადგილზე გაიგებს. ვინ ურეკავს? დავით გაგნიძე. პრეფიანის მეგობარი ეს ბიჭი. და როდესაც მიდის, მისირელს უბრალოდ თან მიყვება მას და აკავებენ. მისვლისთანავე აკავებენ. მოიცა, აი მე ვიცი რომ რაღაცა თავანის ამბავი იყო. ანუ ვიღაცამ მოიგო, ვიღაცამ წააგო, ვატო იყო შუაში და როგორც ვატოს მეგობარი ამას ფული მიჰქონ მოქონდა და ეს ფულით არის დაჭერილი? არანაირი თანხა არ ქონია და ისე იყო შეხვედრის ადგილზე მისული რომ არც იცოდა რომ თანხის განსხვავება. მოიცა ერთით, აი რაღაც ნიუთიერებით რომ მე ვიცი ძვირფასო მაყურებლები ესე აკეთებენ ხოლმე ოპერატიული ტიპ მუშაკები რომ რაღაც ნიუთიერებას აყრიან ფულს და მე ხელზე ჩანს ეს არ არის გადაცემის მომენტი ფარული კამერით რამეთი არ არის დაჭერილი. თვითონ დამკავებელ პირებს არ დაუფიქსირებიათ რომ გადაცემის მომენტი დაინახეს. მოიცა და აი საუბრები სატელეფონო რომ წადი მიდი ფული აიღე და დემეტრაძესთან არის დემეტრაძესთან ვატო ელაპარაკება? არანაირად. არ არის ჩანაწერი? საუბარი მსგავსი არის. აბა საიდან დაასკვნეს რომ ეს მივიდა ფულის ასაღებად ან რაღაც? არ ვიცი. საიდან დაასკვნეს რომ ამან იცოდა ეს და ასე? არ ვიცი, ვერ გეტყვი. ვისი ჩვენებით? არაცებობს ბუნებაში ასეთი ჩვენება. რადგან დაკავების ადგილზე და ის ფულის მონგები დაჭერილია? არა. არა. ფულის მონგები მოწმეა, წამგებს სტატუსი არ აქვს. წამგები არ ფიგურობს? არანაირად. წამგებთან არ არის? არანაირად. მოიცა, ხელის მასს ვინც აკეთებდა, ის საერთოდ არ ფიგურირებს? ეგ ხო ეს ვინც მოიგო, ანუ ეს ხელის მაზი, ასე ვთქვათ. ის გასაგებია. ის პიროვნება იყო მოწმის სტატუსით, რომელმაც თქვა, რომ თანხა მოიგო ოფიციალურად ტოტალიზატორში ბილეთით. ხო, აბა მაშინ წამგები? ეს თემა არ გამოუკლევია მაიცა წამგები ხო უკანონო სამეწარმეო საქმიანობას კი ეწევა? ბატონო, წამგები არ არის, საქმეში არ არის ნახსენები? როგორ კაცო ფული მოიგო ვისგან? მოიგო კვიჟინაძესთან, მაგრამ ვინ არის ეს კვიჟინაძე? გამოძება არ დაინტერესებდა. ანუ არ დაუკითხავთ, არ მოუწევიათ, არ მისულა, არ მოძებნიათ, არა მსგავსი აქვს. საქმეში არ ფიგურირებს, სასამართლოზე არ არ მოსულა. მალადეს.
არ არის ესე იგი ეს კაცი ისა რა ქვია ქურდული სამყაროს წევრი სამყაროს წევრი არ არის აბა ფეხბურთელია ესე იგი ხო ფეხბურთელია და მას ჰქონდა შემოთავაზება საპროცესოზე აღიარების სანაცვლოდ რაზეც უარი განაცხადა ეს ოფიციალური შემოთავაზება კი ოფიციალური გააქვთ ეს შემოთავაზება ბრალდების მხარემ გითხრა როგორც ფეიქრიშვილს საპროცესოს ვინ გითხრა კონკრეტულად პროკურორმა ოფიციალურად გითხრა სასამართლოზე არ გადაგითხრა სასამართლოზე არ ხდება საპროცესო ხო რა მნიშვნელობა აქვს ისე გითხრა ეს ოფიციალურად საპროცესო შეთანხმება აღიაროსო რეალურ საჟილზე თუ ის აღიარებდა დანაშაულს. ძირფასწრაფი მაყურებელო გავარკვეთ არ ყოფილა ეს კაცი ესე იგი ქურდული სამყაროს წევრი რა. კაი წავედით მადლობა დიდი მადლობა. ესე იგი რა ხდება ძირფასწრაფი მაყურებლებო? ესე იგი თანხის მაყუთის წამგები, მონგები, დამნაშავეები არ არიან, წამგები საერთოდ ჩანს, მონგები მოწმის სტატუსით არის და დაიჭირეს დემეტრაძე, ანუ ვისთანაც თანამშრომლობაში ძებენ ბრალს ისინი გარეთ არიან და ეს ფეხბურთელი კაცი არის დაჭერილი. არ არის, არა, ჩემი აზრით ეგ ქურდული სამყაროს წევრი. მაშინ ასე ძვირფასო ტელემაყურებელო ჩვენ გავარკვიეთ რომ დემეტრაძე არ არის ქურდული სამყაროს წევრი და ტყილაა დაჭერილი და ეს ჩვენ უნდა ვამცნოთ ქართულ ხალხს. სად შეიძლება ეს ყველაფერი გავაკეთოთ, სად შეიძლება ყველაზე კარგად უთხრათ ჩვენ გულშემატკივრებს რომ დემეტრაძე არ არის ქურდული სამყაროს წევრი და ტყილაა დაჭერილი, რა თქმა უნდა ეს არის სტადიონი, დღეს არის მნიშვნელოვანი მატჩი. დემეტრაძის გუნდი საქართველოს ნაკრები ხვდება ხორვატიის ნაკრებს და ჩვენ მოვედით აი აქ სულ რამოდენიმე მეტრში სტადიონიდან და მე მივდივარ რათა შევასრულო ეს მისია. გამარჯობათ ბატონო პოლიციელებო, გამარჯობათ. შეიძლება მოგმართოთ? შეიძლება. ფეხბურთი გიყვართ? ძალიან. დემეტრაძე როგორი ფეხბურთელია? დემეტრაძე როგორი ფეხბურთელია? ხო იცით დემეტრაძე? როგორი ფეხბურთელია დემეტრაძე? თქვენი აზრით დემეტრაძე კარგი ფეხბურთელია თუ ცუდი ბატონო პოლიციელებო? ჰა? ან კარგი მითხარით, ან ცუდი, რა პრობლემაა? ფეხბურთი ხო გიყვართ? კარგით, კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის. ცნაური იყო პოლიციელების რეაქცია ჩვენს ძალიან მარტივ შეკითხვაზე თუ როგორი ფეხბურთელია დემეტრაძე. სულ ცოტა დრო მანძილი დარჩა სტადიონამდე და ჩვენ შევახცეთ ბორის პაიჯაძის სახელობის სტადიონზე სადაც ჩატარდება ეს მატჩი. ჩვენ გვაინტერესებს, ჩვენ გვინდა უთხრათ ხალხს რომ დემეტრაძე არის ტყუილად დაჭერილი, ვისაც ამისი არ ჯერა, ჩვენ ვიყავით ადვოკატთან და გავიგეთ ეს ყველაფერი ზუსტად. გამარჯობათ ხალხო, ჩალვა რამიშვილი. გამარჯობათ. 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 დემეტრაძე იცით ფეხბურთელი? დემეტრაძე როგორ არის? ტყუილაა დაჭერილი თქვენი აზრით? აი ვერაფერს ვერ გეტყვი ახლა. არა, გაქვთ აზრი მაგის თაობას. კარგით. დემეტრაძე როგორ არის დაჭერილი თქვენი აზრით? გამარჯობა ხალხო. დემეტრაძე როგორ არის დაჭერილი თქვენი აზრით? ჰა? დემეტრაძე როგორ არის? სწორად არის დაჭერილი? არ ვიცი. არ იცი? შენი აზრით? დემეტრაძის მაგარი ფარია, არ ვიცი. არ იცი ხო როგორ არის დაჭერილი? დემეტრაძე გიყვართ? კარგი ფეხბურთელია? კარგი ფეხბურთელი. როგორ არის დაჭერილი თქვენი აზრით? სწორად არის თუ არასწორად? ვერ გეტყვი, ეგ უკვე ფეხბურთი ხო გიყვართ? დემეტრაძე? როგორ არის დაჭერილი თქვენი აზრით დემეტრაძე? აი ჩვენი საქმე არა. თქვენი აზრით? არ ვიცი. არ იცით? სწორად არასწორად გული დაგწყვიტა დემეტრაძის დაჭერა? გული როგორ არ დაგვწყვეტ? ხო და აი სწორად იჭერენ ეგეთ ხალხს ახლა დემეტრაძე დასაჭერი იყო 6 წელი იყო მისაცემი დემეტრაძის. შენი აზრი მითხარი ძია კაცო? დამნაშავე კაცი ყველა დასაჭერი. ხო და შენი აზრით არის დამნაშავე? შეიძლება იყო დამნაშავე. კარგი მადლობა. არავის არ იჭერს. ხო და ტყილა არავის არ იჭერენ? კი მართალი ხარ. მე ჩემს გამო. მიდი თქვი. ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ხო. თულობა ძალიან მიყვარს. ბატონი დემეტრაძეც ხო. ძალიან მიყვარს. გეთანხმები. არასწორად არის დაჭერილი. მაგრამ ხო. ვიტყვი ეს რამე. მიდი თქვი. გაზაობა რაღაც არარეალურია. ხო, არასწორად არის დაჭერილი. პირადად ჩემს ახლობლოში, ხო, მე ჩემს ვიტყვი უბრალოდ. ხო, მითხარი კაცო, აბარა. პოზიციაში. რა შუაშია დემეტრაძეზე მითხარი შენი აზრით? უბრალოდ გეტყვი, ჩემი აზრით, ინშალლა მაზაობა არასწორია. ხო, მაგრამ დემეტრაძე სწორად არის დაჭერილი თუ არა, ეგ მაინტერესებს. შენი აზრი? ნამდვილად მაზაობასთან იყო დაკავშირებული. ხო და რა აზრი გამოიტანი? აი რაც უყურე, რაც ნახე, ფეხბურთის გულშემატკივარი ხო ხარ, ხო გაინტერესებს? რომ არ მაზაობდა, შეიძლება არ აი, გენაცვალე. მაგრამ აი სწორად გამი თუ მაზაობაში იყო
კაი. გასაგებია, კაი. კაი. დემეტრაძე გიყვართ? არა, დემეტრაძე გიყვართ თუ არა? გაგანებო რა? შეკითხვა მაქვს. მე მიყვარს დემეტრაძე. გიყვართ დემეტრაძე, რომელი ხარ? მოდი აქა, მოდი. ტყუილა დაჭერილი შენი აზრით? არ იცის. ოღონდ ხარ. არა, მაინტერესებს, გულშემატკივრები ხარ? დემეტრაძე მოგწონთ ფეხბურთელი? სწორად არის დაჭერილი? ჰა? აი საქართველოს რო ყვირიან იმათთან მივიდეთ რა ერთ მაინტერესებს რა ხელა დუხია დემეტრაძე სწორად არის დაჭერილი თუ არა რატო ასევე ეგ კითხვა რატო გეშინია შალვა არ გიგადრება რატო პროტესტი ეს არის თავრობი არა ოპოზიციის მორიგი არ არის სწორად დაჭერილი პივეცი ოპოზიციის მორიგი მადლობთ დემეტრაძე სწორად არის დაჭერილი დემეტრაძე? ხო რა დემეტრაძე არის დეიშტა სწორად არის დაჭერილი იმეწონა არის ანუ მართალია ხო რომ დაიჭერეს ეკუთვნოდა 6 წელი დემეტრაძე დაჭერილი დემეტრაძე დაჭერილი არის ვიცი რომ დაჭერილია. ხო და სწორად არის დაჭერილი ალბათ ხო არ იცი ეგ საქმე არა ხო მაგრამ ნუ საქართველოს სწორად იჭერენ ხალხს შენი აზრით ძირფასო ტელემაყურებლებო მე გახლავართ შალვა რამიშვილი და ვიმყოფები ცენტრალური სტადიონის შესასვლელთან 30 წუთზე თამაში დაწყებიდან 30 წუთზე დაგეგმილია ასეთი აქცია მთელი სტადიონი დგება და ყვირის დემეტრაძის სახელს შევხედოთ დავაკვირდეთ რა მოხდება თქვენ ნახეთ ის ინტერვიუები რომლებიც ასე სწრაფად ჩავიწერეთ და გამოიტანეთ ალბათ რაღაც დასკვნები თქვენი თავით ეხლა შევიდეთ სტადიონზე ხო დაიყვირეთ თავისუფლება დემეტრაძესო მოდი შეგაიკაცო მითხარი არ წაიწე ვინ დაიყვირა თავისუფლება დემეტრაძესო შენ დაიყვირე არა თავისუფლება დემეტრაძეს კი შალვა შენ რა ყველგან ინგა მოდი აქ დემეტრაძე სწორად არის დაჭერილი კი მე და სწორად არის დაჭერილი დემეტრაძე სწორად კი არ არის მე ვიყავი და კახა კალაძე ის ორი ადამიანი რომლებიც თავდებში ჩაუდგნენ გიორგი დემეტრაძეს მე ვიყავი ადვოკატთან და საოცრად არასწორად არის დაჭერილი საოცრად კარგი მე ჩემი პოზიცია გამოვხატე იმაში რომ მე ვიყავი თავდებში მასთან ანუ ჩამდგარი კახიმ დამირეკა თავის დროზე კალაძემ და როცა შემომთავაზა მას ჭირდებოდა ორი ადამიანი რომ ჩამდგარიყო თავდებში ხო არ ვიქნებოდი ეს სიამოვნებით უთხარი რომ კითხო იმიტომ რომ ძალიან მიყვარს გიორგი დემეტრაძე და შენ იცი ხალხს ვეკითხები ძალიან მაგარი ბიჭია და მაგარი ხალხს ვეკითხები ხალხს ვეკითხები და ძალიან ბევრს ეშინია საკუთარი აზრი დაფიქსირება მე ეჭვი არ მეპარება რომ ძალიან ბევრს ეშინია მაგრამ მე არ მიშინებია იმიტომ რომ თავდებში შენ გასაგებია ხელი მოვაწერე მამამისი იყო აი მაგალითად გამარჯობა გენაცვალე შეიძლება ერთ შეკითხვა აი ხე გამარჯობა გენაცვალე დემეტრაძე სწორად არის დაჭერილი არ იცი შალვა არა აი მოხედავ შალვა მოდი მე ერთს გეტყვი და გავიქცევი იმიტომ რომ ძალიან ჭრეტვა გიორგი დემეტრაძეს მიმართ კიდე ერთხელ ვიტყვი ჩემი პოზიცია დავაფიქსირე კი ეგ გასაგებია ხალხს რა ჭირს ხალხს უდექი მას თავდებში შენ გასაგებია ხო ნახოთ იყო Facebook-ით მოწოდება რომ გიორგი დემეტრაძის ამბავში უნდა დავდგეთ ყველანი ერთად ნახოთ რა სიზამს ხალხი მე ჩემი პოზიცია უკვე დიდი ხნის წინ დავაფიქსირე წავედი გავიფიცი კარგად მეგობრებო, ეხლა არის თამაშის 30 წუთი და თქვენ იცით რომ გაანონსებული იყო 30 წუთის აქციის დაობაზე. დემეტრაძის ხარდაჭერები უნდა ამდგარიყონ ფერზე და გამოიხადოთ პროტესტი. ეხლა 30 წუთი და ნახოთ აბა რა მოხდება. აი ასია ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვიხილეთ რომ მასშტაბური აქცია არ შედგა. ჩემო კარგებო და კეთილებო.
ძალიან ცოტა ადამიანმა გამოხატა პროტესტი. ეს ალბათ იმასთან დაუბრუნდათ, არ იყო კარგად ორგანიზებული, სპონტანური გახდათ. რა ვიცი, ბევრი მიზეზი არსებობს. თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ ჩვენ დალაპარაკის ხალხს ეში.